გამარჯობათ 2026 წლის 9 აპრილია. დღეს შესრულდა 37 წელი მას შემდეგ რაც 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ბრძანებით მაშინდელი საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ბრძანებით შესაბამისი ძალოვანი სტრუქტურების მიერ სასტიკად იქნა დარბეული თბილისში მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. როგორც მოგეხსენებათ, მაშინ მიმდინარეობდა თბილისში საპროტესტო აქციები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით და შეგახსენებთ, რომ ეს ის პერიოდი არის, როდესაც უკვე დაახლოებით 4 წელი იყო, რაც საბჭოთა კავშირის ხელისუფლების სათავეში იმყოფებოდა გორბაჩოვი, რომელსაც გამოცხადებული ჰქონდა გარდაქმნა, რუსულად პერესტროიკა და რომელიც მიზნად ისახავდა რომელიც თითქოს მიზნად ისახავდა საბჭოთა დემოკრატიულ რელსებზე გადაყვანას. მაგრამ 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარმა ტრაგედიამ აშკარა გახადა, რომ ეს არ წარმოადგენდა სინამდვილეს და რომ ეს იყო ფიქცია, რომ ეს იყო ბლეფი მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოებისათვის თვალის ახვევის მიზნით. თქვენ ბევრ თქვენთაგან სანახი გექნებათ ის კადრები, თუ როგორი სასტიკი დარბევა მოხდა, როდესაც მოხდა მაგალითად საპროტესტო აქციის დაშლა, არა ისე როგორც თქვათ ეს ხდება დემოკრატიულ სახელმწიფოებში, თუნდაც ჰიბრიდული რეჟიმის სახელმწიფოებში, როდესაც თქვათ მაგალითად წყლის ჭავლით და ხელკეტებით ასე შლიან საპროტესტო აქციებს, არამედ ეს მოხდა ხალხის პირდაპირ ძალოვანმა სტრუქტურებმა დაიწყეს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების პირდაპირ აჩეხვა. ამის კადრები თქვენ ნანახებთ და შემდეგ ის კადრები, რომლებიც გავრცელდა თუ როგორ დახოცილების კადრებით როგორ დასახიჩრებული იყვნენ, აი ეს ყველაფერი აჩვენებს იმ სასტიკეზე, თუ როგორ სასტიკად მოხდა იმ მშვიდობიანი აქციის დარბევა. მაგრამ ამ პროცესებმა, ამ დარბევის მიზანს წარმოადგენდა მაშინდელი საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან საბჭოთა დაშლის პროცესების შეჩერება, მაგრამ ამ პროცესებმა პირიქით უფრო დააჩქარა საბჭოთა დაშლა. და ამან გამოიყენა, რადგანაც ჯერ მსოფლიო თანამეგობრობამ დაინახა საბჭოთა დემოკრატიულ რელსებზე გადაყვანა ეს აბსურდი იყო, ეს ფიქცია იყო და ასევე თვითონ საბჭოთა მოსახლეობამ დაინახა ეს და ამის შემდეგ მაშინდელი საბჭოთა მასშტაბით კიდევ უფრო გაძლიერდა საპროტესტო აქციების ტალღა და ამას შემდეგ სხვადასხვა მოვლენები განვითარდა და 1991 წლის აგვისტოში საბჭოთა მაშინდელი ხელმძღვანელობის უმაღლესი ხელმძღვანელობის ზოგიერთმა წარმომადგენელმა სცადა, რომ ძალით შეენარჩუნებინათ საბჭოთა მასშტაბით და მათ მიერ თავმჯდომარებიდან გადაყენებული იყო, სცადეს თავმჯდომარებიდან გადაეყენებინათ მიხეილ გორბაჩოვი და მათ შექმნეს საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტი, ანუ რუსულად Государственный комитет чрезвычайной положения და შემოკლებით გეკაჩეპე და შემდეგ ეს სიტყვა გეკაჩეპე გახდა ცნობილი ტერმინი და თვითონ ეს აგვისტოს პუტჩი ცნობილი ტერმინად დამკვიდრდა და მაგრამ და ამ გადატრიალების ცდილობას ხელმძღვანელობდნენ ვიცე-პრეზიდენტი გენადი იანაევი, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ერქვა მაშინ თუ პრემიერ-მინისტრი თუ მთავრობის თავმჯდომარე პავლოვი, თავდაცვის მინისტრი იაზოვი, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, ანუ სუკის თავმჯდომარე კრიუჩკოვი, ანუ რუსულად კომიტეტ государственной безопасности, ანუ KGB. მაგრამ ეს მცდელობა ჩაეშალათ მათ და ეს პროცესი დამთავრდა მათი დაპატიმრებით და ეს ეგრეთ წოდებული აგვისტოს პუტჩი ჩაიშალა და შემდეგ უკვე 1991 წლის ბოლოს ოფიციალურად მოხდა საბჭოთა დაშლა. მაგრამ ამას სანამ ეს პროცესი მოხდებოდა ამასობაში საქართველოში მოხდა 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 3.300.000 მომრჩეველმა, ამ მომრჩეველთა საერთო რაოდენობის 90%-ზე მეტმა და მათ შორის მონაწილეთა შორის 99%-ზე მეტმა ხმამისდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. თქვენ წარმოიდგინეთ, ესე იგი, ახლა მაგალითად ამ ბოლო ხანებში 2 მილიონი ადამიანი თუ მონაწილეობს არჩევნებში, ითვლება, რომ დიდი რაოდენობა მონაწილეობს არჩევნებში და ესე იგი, თქვენ წარმოიდგინეთ, იმ რეფერენდუმში 3.300.000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ანუ რამხელათი მეტი ამორჩეველი იყო რეალურად საქართველოში მაშინ და აქტივობაც რამხელათი უფრო მაღალი იყო. დიახ, და შემდეგ ამ რეფერენდუმიდან რამოდენიმე დღეში 1991 წლის 9 აპრილს
შეგახსენებთ, რომ მაშინ საქართველოს პარლამენტს ერქვა საქართველოს უზენაესი საბჭო, საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე იყო, რომლის თავმჯდომარეც იყო ზვიად გამსახურდია. ამ დროს ის ჯერ კიდევ პრეზიდენტად არ იყო არჩეული, პრეზიდენტის არჩევნები თუ არ ვცდები მაისში ჩატარდა 1991 წლის და იმ პარლამენტის, რომელსაც მაშინ საქართველოს უზენაესი საბჭო ერქვა, მიერ მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღება და საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. და ანუ ეს იყო სიმბოლური, როდესაც 1989 წლის 9 april's ტრაგედიიდან 2 წლის თავზე, ანუ სპეციალურად მოხდა ამ დამოუკიდებლობის გამოცხადების დღის გამოცხადება 9 april's, რომ ეს ყოფილიყო სიმბოლური იმ ტრაგედიის და იმ ტრაგედიის მსხვერპლთა საპატივცემულო და იმ ტრაგედიისადმი სიმბოლური აქტი იყო ეს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან. და საქართველო გახდა მას შემდეგ დამოუკიდებელი სახელმწიფო და აქედან გამომდინარე 9 აპრილი ეს არის როგორც დიდი ეროვნული ტრაგედიის 1999 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დღე, ასევე დიდი ეროვნული დღესასწაულის, ანუ 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე. და ეს ყველაფერი, რაც მაშინ ხდებოდა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს 1999 წლის მოვლენები, შემდეგ 90-91 წლებში ცხინვალში კონფლიქტის ინსპირირება, შემდეგ 92-93 წლებში აფხაზეთში ის ტრაგედია, რაც მოხდა და შემდეგ სოხუმის ფაქტიური ოკუპაცია და შემდეგ მთლიანად აფხაზეთის ოკუპაცია. ეს შემდეგ 2008 წლის აგრესია, ეს ყველაფერი მეტყველს, რომ კრემლისთვის როგორც ასეთი საქართველოს დამოუკიდებლობის ნებისმიერი ვარიანტი არის მიუღებელი. ანუ ნებისმიერი ლაპარაკი იმაზე, რომ ისე რომ მოუქცეულიყავითო, ან ასე რომ მოუქცეულიყავითო, შეიძლება ის ტრაგედია აცილებული იყო, ეს ტრაგედია აცილებული იყო. აქ იცით არსი არის ის, რომ ნებისმიერი ისეთი მოქმედება, რომელიც გაითვალისწინებდა საქართველოს, რომლის არსი იქნებოდა, მიზანი იქნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობა და ნებისმიერი ასეთი მოქმედება დღესაც, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის და სახელმწიფოების გამტკიცებას ემსახურება, კრემლისთვის მიუღებელია. ასე იყო 99-შიც, ასე იყო 90-შიც, 11-შიც, 12-შიც, 13-შიც, 8-შიც და ასე არის დღესაც. ეს არის ფაქტი, ამას აჩვენებს ისა და ასე რომ ზოგიერთი რომ ამბობს საქართველოში, რომ ეს ალბათ ხშირად გექნებათ გაგონილი, რომ ვთქვათ ისე კი არა, ისე რომ გაკეთებული იყო, შეიძლება აცილებული ყოფილიყო. დამოუკიდებლობა საქართველოს დამოუკიდებლობა რაც იქნებოდა მიზანი, ნებისმიერი ისეთი მოქმედება იქნებოდა კრემლისთვის მიუღებელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, ეს უნდა ახსოვდეს ადამიანს, ეს უნდა გვახსოვდეს ჩემი აზრით, ასე ვფიქრობ მე. და დანარჩენი ახლა ის რომ მაგალითად 1999-ში სულ სხვა ხელისუფლება იყო საქართველოში და ის ხელისუფლება იყო სამოქალაქო შემადგენელი ნაწილი. 91-ში სულ სხვა ხელისუფლება, 90-91 წლებში სულ სხვა ხელისუფლება იყო, მე 90-ის ბოლოდან, 91-ში, 93-ში სულ სხვა, 2008-ში სულ სხვა, მაგრამ ყველა დღეს სულ სხვა, მაგრამ ნებისმიერ ყველა ამ შემთხვევაში ხედავთ, რომ ნებისმიერი ისეთი მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს დამოუკიდებლობის გამტკიცებას და საქართველოს სახელმწიფოებრიობის გამტკიცებას, ხოლო მაშინ რაც ხელს უწყობდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებას, მიუღებელი იყო და ახლაც მიუღებელი არის კრემლისათვის. ამ დეტალებზე მინდოდა მელაპარაკა და დიდი მადლობა ყურადღებისათვის, კარგად ბრძანდებოდეთ.